გარკვეული სასულიერო პირები სამწუხაროდ აქ მინდა რომ ეს არ დამავიწყდეს და გავაჟღერო როდესაც შემოსილი ადამიანი ქადაგებს ისე როგორც არ ეკადრება და არ ასწავლის იმას რასაც უნდა ასწავლიდეს და ამას შემდეგ რაღაც გარკვეული დაბრკოლება მოყვება საზოგადოებაში რომ ის რაც მკაფიოდ ეკლესიამ შემოგვინახა და გადმოგვცა ხანდახან ხედავთ რომ გარკვეული სასულიერო პირები თავისებურად გადმოსცემენ და ამით ბრკოლდება მრევლი. უკვე იმდენი დაგროვდა ეს გარკვეული ფაქტები, რომ ამას აუცილებლად უნდა საჯაროდ გაეცეს პასუხი. იმიტომ რომ მე მომდის ბევრი კითხვა, რომ მამაო თქვენ ასე ქადაგებთ, ის მამაო ასე ქადაგებს, ის პიროვნება ასე ქადაგებს და ჩვენ რა გავიგოთ ბრკოლდებით რომელი ქადაგებთ სწორად, ხო? და ამიტომ ჩვენ ვეცდებით რომ არგუმენტები და ეკლესიის სწავლება ყოველთვის ჩვენს გადაცემაში, ასე ვთქვათ, ლაიტმოტივად გასდევდეს ჩვენს გადაცემას, რომ მარტო ტკბილი და თბილი სიტყვებით არ გამოვა საუბარი, ხანდახან მხილება არის საჭირო. თქვენ გადახედეთ მოციქულთა საქმეებს, გადახედეთ პავლეს ეპისტოლეებს და სხვა მოციქულების ეპისტოლეებს და ნახავთ როგორი დაუნდობელი მხილება არის სიყვარულით, რა თქმა უნდა, ხო? სიყვარულით, იმიტომ რომ დღეს უკვე ამისი დრო აღარ არის, რომ ვინმე თქვას, რომ მე არ ვიცოდი, არ ცოდნა, არ ცოდვა და აბა ის მამაო რომ ქადაგებს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ კონკრეტული მამაო ვერ იქნება ავტორიტეტი, გინდა მე ვიყო, ხო, ასე არ შეიძლება, რომ აბა იმ მამაომ რო თქვა, არ შეიძლება ასე შემოძვირფასებო, ეკლესიას ყავს სამი შეუცვლელი ავტორიტეტი, ეს გახლავთ წმინდა წერილი, ძველი და ახალი აღთქმა, წმინდა გარდამოცემა, ანუ სჯულის კანონი და ლიტურგიკული ძეგლები. ანუ ის რაც იქადაგება, წირვა ლოცვაზე იკითხება, ეს ყველაფერი არის შეუცვლელი და მყარი სწავლება. და დანარჩენი კონკრეტულმა მამაომ თუ თავისი შეხედულება გაგვანდო ან გაგვიზიარა, უნდა დაზინოს, როგორც პავლე მოციქული ამბობდა, რომ ამ თემაზე მე არა მაქვს ბრძანებაო სულიწმინდიდან და მე ვამბობო როგორც პავლე, ხო? აი ჩვენ უნდა ხაზე გავუსვათ, რომ აი ხანდახან მაგალითად იყო ასეთი შემთხვევა, რაღაცა ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი რაღაც გარკვეულ პოლიტიკურ მოვლენაზე, არ ვიტყვი რა პოლიტიკურ მოვლენაზე, ალბათ მიხვდებიან, გიორგი დარასელიასთან მე ვთქვი, როგორც რიგითმა მოძღვარმა, არა როგორც საპატრიარქოს თანამშრომელმა, არა როგორც ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის წინამძღვარმა, რომ მე რიგით მოქალაქეს მაწუხებს ეგ საკითხი და მე გავაჟღერე, რომ ეხლა ეკლესიის სახელით არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ, რიგი მაქვს ამისი უფლება, როგორც რიგითმა მოძღვარმა და რიგითმა მოქალაქემ ვისაუბრ. ამას მე ვერავინ ვერ ამიკრძალავს, მაგრამ როდესაც შენ გამოდიხარ ეკლესიის სახელით და ამბიონზე ქადაგებ, ძალიან ფაქიზად, ძალიან დაკვირვებით უნდა მოეპრათ დოგმატებს, სწავლებებს, იმიტომ რომ პავლე მოციქული ამბობს, რომ ბოლო ჟამს აირჩევენ ყურის მომქავებელ მოძღვრებას და მოძღვრებს, რომლებიც ეუბნებიან, არა მოიცა კაცო, ეს არ არის საჭირო, ეს არა ეგ ადრე იყო, ეხლა აღარ ეხლა და მაპატიეთ ალაითებენ, რომ უფრო პოპულარები გახდნენ და მოსაწონი იყოს მათი გამოსვლები. ეს არ არის, ესე ჩვენ შორს ვერ წავალთ. ასეთი რამე ეკლესიის სწავლებას არ ეკადრება. ჩვენ რაღაც გარკვეულ იდეოლოგიას კი არ ვქადაგებთ ან პოლიტიკას ან რაღაც ესე ხო ჩვენ ვქადაგებთ მინდა ხაზი გაუსვა წმინდა ბიკენტი ლირინელის სიტყვებს ვიმეორებ მე-4 საუკუნე რასაც ყოველთვის ყველგან ყველა ქადაგებდა. ეს არის მართლმადიდებლობა, რომ ყოველთვის 21 საუკუნოვანი გამოცდილება და სწავლება გაგვაჩნია ჩვენ და დღეს მე სხვანაირად ვიქადაგო, ადრე სხვანაირად ქადაგებდნენ. შეიძლება რომ ზნეობა შეიცვალოს, შეიძლება რომ დოგმატი შეიცვალოს, შეიძლება რომ წირვა ლოცვაზე დგომის
წესი შეიცვალოს და ვთქვათ, რომ მე შორტები შემიძლია ეხლა წირვაზე შევიდე, იმიტომ რომ ძალიან ცხელა. ღმერთი უყურებს ჩემ გულს. რასაჭიროა, ხო? მოკლედ არის ესეთი რაღაცები. აი მაგალითად კიდევ ცოტა დავკონკრეტები, რომ არავის არ ეგონოს, რომ მე ცოტა ვამუქებ, რომ დედათა წესის დროს, შეიძლება ქალბატონი შევიდეს და ეზიაროს. ადრე ეს არ ხდებოდა, იმიტომ რომ ქალური ჰიგიენის საშუალებები არ იყო და ეხლა არის და მოკლედ აი ძალიან გაუგონარი მკრეხელობა. რა შუაშია ეს? აქ სულ სხვა რამესთან გვაქვს საქმე ჩვენ და ამიტომ ჩვენ არავის არ მივცევთ უფლებას, რომ ისაც რაც ეკლესიამ დღემდე მოიტანა და გაუფრთხილდა და დღემდე არის დაცული ერთ 60 ქულო კათოლიკურ კი არა, კათოლიკე საყოველთაო ეკლესიაში ბოლომდე უნდა ვიდგეთ, მტკიცეთ და შეურყევლად. ზოგი მამაო შეიძლება ხანგრძლივად ქადაგებს, ზოგი მოკლედ ქადაგებს. ეს უკვე მისი პრეროგატივა, მისი ნება, მაგრამ არის რაღაც რაც არ შეიძლება შეიცვალოს და არის რაღაც ეხლა თქვათ გარკვეულ მოძღვარს, გარკვეული ფერის შესამოსელი შეიძლება უფრო მოწონს, ხო? შეიძლება მრევლთან უფრო ახლოს მოწონს მას ყოფნა, შეიძლება წირვის მერე რჩება და კიდევ ესაუბრება მრევლს. აი მაგალითად მე ხო ძალიან სოციალური ვარ და აგერ TikTok-ი, სოციალურ ქსელში Facebook-ი, WhatsApp-ი, Telegram-ი, Viber-ი, თუ კი რამე არსებობს, ყველაფერი მაქვს ჩამოტვირთული ერთადერთი რამის გამო. ადამიანებთან ვიყო ახლოს და თუ ვინმეს რამეში დავჭირდები, გამაგონოს მან ხმა და მე შეძლების დაგვარად უპასუხო, რომ ადამიანმა, რომელიც ჩვენ იცი კარგად თეკლა რამდენი ადამიანია უცხოეთში, არ იგზნოს თავი მარტო, აი ძალიან ბევრი ამბობს, კაკაც გავხსნი კარტებს, ასე ვთქვათ, ჩემ მამაოს არ აქვს სოციალური ქსელი, ჩემ მამაოს არ აქვს WhatsApp-ი არ აქვს, Viber-ი არ მოკლედ არა აქვს, მარტო ეთყობა სახლის ტელეფონი აქ ეთყობა და ვერ უკავშირდები, აი შეიძლება რომ მოძღვარს ვერ დაუკავშირდე, ხო? მარტო წირვაზე მისვლით შეიძლება მოძღვართან კონდეს ურთიერთობა. მაგიტომ შექმნა ღმერთმა ტელეფონი ეშმაკის არ არის. ეშმაკი არაფერს არ ქმნის. ის ChatGPT-ც არ არის ეშმაკის შექმნილი. ყველაფერს ქმნის ადამიანი და ღმერთი. თუ ადამიანი ქმნის, ღმერთის დაშვებით ქმნის. ღმერთის გარეშე არაფერი არ იქმნება. შემომქმედი არის ღმერთი. მაგრამ აი იმ ტექნოლოგიებს ვინ როგორ გამოიყენებს, აი ეს უკვე დამოკიდებულია შენ ტელეფონით, სოციალურ ქსელით შეიძლება ადამიანებს ნერვები მოუშალო, გადადგა ჭკვიდან ვიღაც, ხო? გამოიყვანო მდგომარეობიდან, რომ ნახავ რაღაც კახასიეძეა, ბედნიერია, ისვენებს, შენ თბილისში იწვევი და რაღაცას ისეთ დაუწერ, რომ შეიძლება ადამიანი დაისვენოს კი არა, შეიძლება ძალიან გაბრაზდეს, ხო? ამიტომ ერთადერთი დანიშნულება აქვს ჩვენ ურთიერთობას თეკლა, აი ამ გადაცემას, ხვალ რომ წირვა ჩატარდება და დღეს რომ ლოცვა იყო, მხოლოდ და მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვს რა. ჩვენ უკეთესები რომ გავხდეთ.